ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა ვისაუბროთ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ძალიან გამწვავებულ ურთიერთობებზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, პრაქტიკულად მხარეები ერთმანეთს ომით ემუქრებიან, უпростоრად თურქეთი ემუქრება საბერძნეთს საომარი მოქმედებებით, თუმცა საბერძნეთი ასევე ამბობს, რომ მზად არის თავდაცვისთვის და ეს უკავშირდება იმ პროცესებს, რაც ზოგადად საკმაოდ ბევრი წელია და 10 წლეულიც კი მიმდინარეობს ეგეოსის ზღვაში, სადაც სანავიგაციო გაფრთხილება გამოსცა თურქეთმა, ახლა რომელიც მოიცავს, ესე იგი, საბერძნეთის კონტინენტური შელფის ნაწილს 6 მილის ფარგლებში, რაც გამოცხადებული აქვს საბერძნეთს, თუმცა საბერძნეთი გეგმავს 12 მილამდე გაზარდოს საკუთარი კონტინენტური შელფის ზონა, რაც ზოგადად გათვალისწინებულია გაეროს საერთაშორისო სამართლის, ესე იგი, საზღვაო სამართლის კონვენციით და შესაბამისად საბერძნეთს აქვს ამის უფლება. თურქეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, საკმაოდ იმ მცირე სახელმწიფოთაგან დედამიწაზე, რომელიც არ აღიარებს გაეროს ზღვის კონვენციას და შესაბამისად თვლის, რომ 12 მილის ეს მანძილი ეგეოსის ზღვაში არის უკანონო და ამით პრაქტიკულად ახლა რაც გამოაცხადა ნავტექსი ეგრეთ წოდებული, ანუ სანავიგაციო შეტყობინება თურქულმა მხარემ მოიცავს საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებს და ეს უკვე პრაქტიკულად კონფლიქტის მიზეზი და საფუძველია. ჩვენ თქვენთან ერთად ახლა დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, განვიხილავთ კონკრეტულად რა ხდება. აქ ჩნდება შეერთებული შტატების, საფრანგეთის როლი და მათ შორის კონკრეტულად ისრაელის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იყო ვიზიტით, ესე იგი, საბერძნეთში და ხვდებოდა იქ თავის კოლეგას, თავდაცვის მინისტრს. მხარეებმა განიხილეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. თქვენთან ერთად მოვამზადეთ სპეციალური ამის შესახებ მიმოხილვა, რომელიც ხელმისაწვდომია გვერდზე და აქვე ახლა იქნება ბმული, რომლითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და კონკრეტულად ეგ შეხვედრა, ასე ვთქვათ, ანალიზი მიძღვნილი მაგ შეხვედრას ნახოთ და მიიღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია. დღეს მაგაზე ნაკლებად ვისაუბრებ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან აქტუალურ ახალ საკითხებზე, კერძოდ აი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რა მოხდა ეგეოსის ზღვაში. პირველ რიგში, სანამ გადავალ უშუალოდ თემაზე, გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო ლაიქის დაჭერის მეშვეობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გვერდის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი ახალი ანალიზი შევქმნა. თუ თქვენ მოგწონთ ის, რასაც მე ვაკეთებ, აუცილებლად გთხოვთ, რომ მოიწონოთ, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, ასევე გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ თემაზე. საბერძნეთსა და თურქეთს შორის დავა ეგეოსის ზღვაში დიდი ხანია არსებობს ზოგადად და ეს მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის ტერიტორიული წყლების, ასე ვთქვათ, კონკრეტული მანძილები, რადგანაც ორ მხარეს აქვს სადაო პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით, დელიმიტაცია კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების გადანაწილების საზღვრები, დელიმიტაცია ზოგადად ადგილობრივი საზღვრების, ასევე კუნძულების, ანუ ბერძნული კუნძულების დემილიტარიზაციის პროცესი ან საკითხი დღის წესრიგში დგას, ასევე საჰაერო სივრცეების, რომელი ეკუთვნის. ეს ძალიან ბევრი საკითხი პრინციპში გადაწყვეტილი არის საერთაშორისო დონეზე და საბერძნეთის პოზიცია უკავშირდება იმას, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო სამართალი, კერძოდ გაეროს კონვენცია, რომელიც უკავშირდება ზღვის სამართალს და ფარავს მთლიანად ამ საკითხს და ამ კონვენციის მეშვეობით გაეროსი საბერძნეთს გააჩნია 12 კილომეტრიანი 12 მილის უკაცრავად, ესე იგი, საკუთრება თავისი კონტინენტური შელფიდან.
თუმცა თურქეთი ამას არ აღიარებს და თვლის, რომ ამის მეშვეობით პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძულები საბერძნეთს ეკუთვნის, ნახევრად უნდა გაიყოს ეგეოსის ზღვა და აღმოსავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ ნაწილი ეგეოსის ზღვის მთლიანად უნდა იყოს თურქეთის, ესე იგი, სანავიგაციო ზონა და კერძოდ მისი ტერიტორიული წყლების ფარგლებში უნდა იყოს გამოცხადებული. ახლა კონკრეტულად გეტყვით თუ რა ხდება ამ მომენტში, რადგანაც 16 იანვარს ახლა რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად საბერძნეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გააფართოვოს საკუთარი ტერიტორიული წყლები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს თქვა გეორგიოს გერაპეტრისმა, რომ 12 მილამდე ეგეოსის ზღვაში უნდა გააფართოვოს საკუთარი, ესე იგი, გავლენა საბერძნეთმა, რაც არის გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლით და დღეს რომ 6 მილამდე აქვს ეს, ესე იგი, კონტინენტური შელფის ნაწილი, პრინციპში ეს არის ნახევარი მხოლოდ რაც ეკუთვნის საბერძნეთს. და აქ ძალიან მარტივი არის, საბერძნეთი ეფუძნება ყველა იმ დოკუმენტს, რომელსაც იზიარებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. დედამიწაზე, ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაში, ყველგან საქართველოს ერთადერთი გამონაკლისი პრაქტიკულად არის თურქეთი. და თურქეთი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ასეთი გადანაწილება და აქ უნდა ვთქვათ, რომ 1995 წელს თურქეთმა პარლამენტმა თურქეთის მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გამოცხადდა, რომ თუ საბერძნეთი გაზრდის 6 მილიდან 12 მილამდე საკუთარ კონტინენტური შელფის, ანუ ტერიტორიულ წყლებს, ამ შემთხვევაში ეს არის კაზუს ბელი. ან კაზუს ბელი ითარგმნება ლათინურიდან და არის დიპლომატიური ტერმინი, რომელიც ნიშნავს ომის საბაბს. ანუ თურქეთი რეალურად აცხადებს, რომ თუ საბერძნეთი 12 მილამდე კუთვნილ, მე აღნიშნავ ამას, გაზრდის საკუთარ ტერიტორიულ წყლებს, ეგრევე დაიწყება ომი. და პრაქტიკულად საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. და როდესაც ახლა თუ საბერძნეთმა განაცხადა და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ეს რით არის განპირობებული, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მდგენელი და კონკრეტული მიზეზი ამის უკავშირდება იმას, რომ საბერძნეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამხედრო მიმართულებით, მათ შორის ფრანგული, ამერიკული და ისრაელული მხარესთან თანამშრომლობის მეშვეობით. და ახლა უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს იმ კონტექსტში, რომ კონკრეტულად მისი კუთვნილი ის 12 მილი მიისაკუთროს, ანუ გამოაცხადოს საკუთარ ტერიტორიად. თურქეთმა ამის საპასუხოდ უკვე მიიღო ზომა და ეს არის საკმაოდ აგრესიული ზომა. გამოაცხადა ეგრეთ წოდებული ნავტექსი, რაც ნავიგაციურ შეტყობინებას, გაფრთხილებას ნიშნავს, 2 წლის ვადით ეს შეტყობინება, რომელიც გულისხმობს, ესე იგი, რომ თურქეთი თვლის საკუთარ კონტინენტულ შელფს ამ ტერიტორიებს და მოითხოვს ნებისმიერი იქ მოქმედების შეთანხმებას თურქულ მხარესთან და ეს ნავტექსი მოიცავს, ასე ვთქვათ, უფრო სწორად, მოიცავს 23 ბერძნულ კუნძულს, მათ შორის ტასოს, სამოფრაკიას, ლემნოს, სამოს, როდოს, ძალიან დიდ კუნძულს, კარპატოს, ტილოს, ნისიროს და კიდევ ლიფსოს, რამდენიმე კიდე ათეულ კუნძულს და ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ბოლო კუნძული, სანამ კვიპროს ჩათვლით კუნძულად, არის კუნძული, მაგრამ ზომიერად შეუდარებელია, ქვეყანა არის პრინციპში ცალკე. კვიპროსი ამ შემთხვევაში კვიპროსამდე აი ბოლო კუნძული ბერძნული, ეს არის კოსტელო რიზა, ასეთი კუნძული, სადაც ასევე არის საკმაოდ რთული ვითარება ზოგადად. და ის რომ თურქეთის ამ ნავტექსმა მოიცვა ეს კუნძულები, ეს პრაქტიკულად ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია ახლა საბერძნეთში და იქ თვლიან, რომ თურქეთი ამით არღვევს რიგ შეთანხმებებს და მათ შორის უდავს საბერძნეთის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ამ, ანუ კონკრეტულად ნავტექსით პრაქტიკულად
25 მერიდიანით ნახევრად ყოფს ეგეოსის ზღვას და აცხადებს, რომ ეგეოსის ზღვის ნახევარი არის მისი. ეს თურქეთის ცნობილი მავი ვატან, ანუ ცისფერი სამშობლო, ასეთი ან ლურჯი სამშობლო, არ ვიცი ზუსტად როგორ თარგმნიან ამას, მაგრამ შინაარსი ეს არის, რომელიც გულისხმობს, ანუ ზღვის კომპონენტს, რომ ზღვაც მათი სამშობლო არის დაახლოებით ამას გულისხმობენ და კერძოდ იქ გათვალისწინებულია რამდენიმე ზღვის მიმართულებით, რომელიც თურქეთს სადაც აქვს ნაპირი, მათ შორის ხმელთაშუა ზღვა, ეგეოსის ზღვა, შავი ზღვა და ასე შემდეგ, ესე იგი მარმარილოს ზღვა და ასე შემდეგ, ანუ პრაქტიკულად ყველა ხო, ნაპირით მისი განსხვავებული საერთაშორისო სამართლისგან პოზიციონირება. თუმცა ყველაზე მწვავედ საკითხი დგას რეალურად ეგეოსის ზღვაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სადაც პრობლემები აქვს თურქეთს სირიასთან, ლიბანთან და კვიპროსთან. მათ შორის საინტერესო არის გეტყვით, რომ თურქეთი კვიპროსის ჩრდილოეთ რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული თურქული რესპუბლიკის, რაც ოკუპირებულ ნაწილად ითვლება კვიპროსის რესპუბლიკის, იმის ასე ვთქვათ, კონტინენტურ შელფსაც თვლის და როგორც უნდა ისე თვლის. ანუ და იქ ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის რეალურად კვიპროსის მიმართულებითაც. სირიასთან ეხლა თანხმდება თურქეთი, რადგანაც იქ არის პროთურქული ხელისუფლება, ახლა ალ-შარაასი თურქებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში, ასევე თანხმდება ლიბანთან, სადაც ესე იგი კონკრეტულად არის შესაძლებლობა იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც გარკვეული ძალაუფლების კონტროლის ფარგლებში და ზეწოლის ფარგლებში მოახდინოს საკუთარი ინტერესების გატარება და რა თქმა უნდა თურქეთი თანხმდება ლივიასთან, სადაც მნიშვნელოვნად მხარს უჭერს თავის იქ დაჯგუფებებს, მათ შორის აწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს და ამის მეშვეობით ახდენს პრაქტიკულად გავლენას ლივიაზეც. შესაბამისად, საბერძნეთი არის რჩება ის ქვეყანა, სადაც თურქეთს აქვს სერიოზული წინაღობა და ეს წინაღობა არის ახლა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო მდგენელისაც. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ამ ნავტექსის გამოცხადება ახლა თურქეთის მიერ ბერძნულმა მედიამ შეაფასა როგორც მნიშვნელოვანი პროვოკაცია და ეს ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის ახლა ნატოს პარტნიორებს, ისევე როგორც ევროკავშირს, რადგანაც თურქეთის მცდელობა 25 მერიდიანით გაავლოს საზღვარი ეგეოსის ზღვაში წარმოუდგენელი არის საბერძნეთისთვის და სრულიად მიუღებელი. მოდით ოდნავ დავუბრუნდეთ ისტორიულ საკითხებს და ვნახოთ საერთოდ ეს პრობლემები საიდან დაიწყო. პირველი პრობლემა დაიწყო თურქეთსა და საბერძნეთს შორის აი ამ ტერიტორიული ესე იგი წყლების საკითხის შესახებ 1974 წელს, როდესაც კუნძულ ტასოსთან აღმოაჩინეს ნავთობი. და თურქეთს ძალიან ჭირდებოდა საკუთარი ნავთობი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჯერ გესმით, რომ აზერბაიჯანი არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და აზერბაიჯანიდან ნავთობის მიწოდება თურქეთში პრაქტიკულად არ ხდებოდა. ამ პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ იქ რეალურად 300,000 ბარელის დღიურად მოპოვების შესაძლებლობა იყო განსაზღვრული და თურქეთს იქიდან გამომდინარე ძალიან ჭირდებოდა ეს ნავთობი, უნდოდა რომ ამის მითვისება მომხდარიყო. თუმცა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში არის როგორც გითხარი და საბერძნეთმა იქ გააგზავნა საკუთარი გემი, რომელსაც უნდა დაეწყო გეოლოგიური სამუშაოები. თურქეთმა ამის შედეგად ასევე გააგზავნა საკუთარი გემი ჯანდარლი, რომელმაც ასევე იქ გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტა და სამხედროებიც კი გააგზავნა თავის დროზე, რომ მხარი დაეჭერათ, ესე იგი აი ამ სეისმიური სპეციალური გემისთვის, როგორც გითხარით. თუმცა დაიწყო კვიპროსის ომი, აი ჩრდილოეთ კვიპროსის მიმართულებით და აქედან გამომდინარე ეს თემა ყურადღებიდან გაქრა პრაქტიკულად და ჩაცხრა გარკვეულწილად. თურქეთმა შემდგომ ორივე მხარემ იქ უკან გაიწვია საკუთარი გემები. შემდგომ 76 წელს უკვე თურქეთი აგზავნის სიზმიკ 1 ასეთი სახელწოდებით გემს იქ და შემდგომ ესე იგი ასევე გეოლოგიურ სამუშაოებს ატარებს. საბერძნეთი ადანაშაულებს თურქეთს საკუთარი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაში და მიმართავს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს
უშიშროების საბჭო გაეროს მიიღო რეზოლუცია 395, რომელმაც ესე იგი კონკრეტულად განსაზღვრა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, ხოლო მხარეებს მოუწოდა, რომ გაემიჯნონ აი ამ საკითხს და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ პრინციპში ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა ეს პროცესი, თქვა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის გადაწყვეტა და უკვე ვნახეთ, რომ 1976 წელს ნოემბერში მხარეებმა ბერნში, შვეიცარიაში ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათი მიზანი იყო, რომ პროვოკაციები არ მოხდეს და ნებისმიერი საკითხი დიპლომატიურად გადაწყვიტონ. 1987 წელს იწყება ასევე ნავთობის კრიზისი აი ამ ტასოს კუნძულის ირგვლივ. კერძოდ ბერნის პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები გაჩერებული იყო და საბერძნეთმა გადაწყვიტა, რომ ტასოსის ნავთობის მოპოვება დაიწყოს. თურქმეთმა ეს განიხილა როგორც აი ამ შეთანხმების დარღვევა და 1987 წლის მარტში გააგზავნა ისევ სისმიკ 1 სამხედრო გემებთან ერთად ამავე ზონაში. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა იმდროინდელმა ანდრეას პაპანდრეუმ ესე იგი ბრძანება გასცა საკუთარ სამხედროებს, რომ ხელი შეუშალონ, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თურგუტ ოზალმა პირდაპირ ომით დაემუქრა საბერძნეთს. იმ დროს ნატო და ევროკავშირი ასევე ჩაერთნენ ამ პროცესში და შეთანხმდნენ იმაზე, რომ საბერძნეთი არ გააგრძელებს იქ სამუშაოებს და თურქეთიც არ გააგრძელებს. მოკლედ გარკვეული აი ესეთი ისევ იგივენაირი შეთანხმება მოხდა. 1996 წელს იმ მსგავსი პროცესი დაიწყო უკვე კუნძულ იმიას მიმართულებით. მაგრამ ცოტა სხვა შინაარსის. თურქულმა გემმა იქ თურქული გემი გაიჭედა რეალურად და ესე იგი თურქეთის გემის მეთაურმა განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არის და ამიტომ თურქეთმა უარი თქვა საბერძნეთის სამაშველო ოპერაციას იქ. და საკითხი გადაიზარდა უკვე აი სუვერენიტეტის შესახებ გადაწყვეტილებაში. საბერძნეთის ამ კუნძულის პრინციპში მოქალაქეებმა აღმართეს ბერძნული დროშა, ხოლო თურქებმა შემდეგ გარკვეულწილად იქ ეს დროშა შეცვალეს და თურქული დროშა აღმართეს და სპეცრაზმი გააგზავნეს ასევე ავიაცია და გემები ამ მიმართულებით ორივემ. კონგრესის ინფორმაციით პრაქტიკულად რამდენიმე ასობით მეტრში იყო ორივე მხარის იქ შეიარაღებული ძალები. ბერძნული ვერტმფრენი იქ ასე იგი კატასტროფა მოხდა, ანუ ბერძნული ვერტმფრენი დაეცა, 3 ოფიცერი, რომელიც იმყოფებოდა ბერძნულ ვერტმფრენზე, დაიღუპა. შეერთებული შტატები ჩაერივნენ კონკრეტულად ამ პროცესში და შეთანხმდნენ იმაზე, რომ კონკრეტულად ეს კონფლიქტი გარკვეულწილად შეჩერდა. თუმცა იმიას ან სარდაკის კუნძულის შესახებ ეს პროცესი, ანუ მათი კამათი, ასე ვთქვათ, ან დაპირისპირება გაგრძელებული არის და ამ პროცესის შედეგად უკვე ამავე პერიოდში თურქეთმა მიიღო 1995 წელს დოკუმენტი, ეს არის აი მიმდინარე პროცესში, აი ამ დაპირისპირების, იმიტომ რომ დაპირისპირება დაიწყო 95 წლის დეკემბერში, როგორც გითხარით და მე 96 წელსაც გაგრძელდა, მიიღო კასუს ბელის შესახებ რეზოლუცია, რომელიც ნიშნავს, რომ თუ საბერძნეთი 6 მილიდან 12 მილამდე, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, გაზრდის საკუთარ ტერიტორიულ წყლებს, მაშინ თურქეთი ავტომატურად უცხადებს ომს საბერძნეთს. ანუ ასე დახაზა გარკვეულწილად წითელი ხაზი. შემდეგ უკვე გრძელდება ეს კრიზისი და 2020 წელს ვხედავთ უკვე თურქეთის მიერ პროვოკაციულ ქმედებებს. კერძოდ თურქეთმა გააგზავნა კიდევ ერთი ასეთი კვლევითი გემი, ორუჩ რეისი
სამხედროებთან ერთად კოსტელო-რიზო კუნძულთან, რომელიც როგორც ვთქვით, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს. საბერძნეთმა იქ სამხედრო ძალები გააგზავნა, სამხედრო ძალების მზადყოფნის დონე გადაიყვანა უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ იქ სერიოზულია, ესე იგი, სამხედრო გემების კონკრეტულად კონცენტრაციის გამო შეიძლება დაპირისპირება ან დაჯახება მოხდეს. საფრანგეთმა იმ დრომ სამხედრო გემები გააგზავნა რეგიონში და საფრანგეთი საბერძნეთის პრაქტიკულად აი ზღვაზე მოკავშირე შეგვიძლია ვუწოდოთ. იმ დროსაც თურქულმა ფლოტმა გამოაცხადა ეს ნავტექსი, თუმცა მოკლე ვადით და ეს ნავტექსიც არა კანონიერად ჩათვალა საბერძნეთმა. ევროკავშირის და შეერთებული შტატების მოწოდებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდა. და შემდგომ 2023 წელს 7 დეკემბერს ისევ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა, ესე იგი, საბერძნეთთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მიცოტაკისთან ვიზიტის ფარგლებში შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ესე იგი, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს და ამის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ შეძლებენ ერთობლივად გარკვეულწილად გადაწყვიტონ ეს საკითხები. შემდეგ უკვე 2024 წელს გრძელდება ეს პრობლემები, თუმცა მხარეები საბერძნეთის პრემიერი ჩადის ანკარაში და მხარეები ცდილობენ საკითხების მოგვარებას. თუმცა თურქეთი აკრიტიკებდა საბერძნეთს კონკრეტულად ეგეოსის ზღვაში გარკვეული ნაკრძალის შექმნის გამო, ხოლო საბერძნეთი აკრიტიკებდა სტამბულში ბიზანტიური, ანუ ბერძნული რეალურად ეკლესიის ხორას მეჩეთში გადაქცევის გამო. და შემდგომ უკვე ასევე მხარეები თანხმდებიან, რომ ისე რაღაცნაირად მოაგვარებენ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ ასევე მოვდივართ უკვე კონკრეტულად აი დღევანდელ რეალობაში, როდესაც თურქეთს აქვს ეს მავი ვატანის, ანუ ლურჯი სამშობლოს კონცეფცია და საბერძნეთი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ამ კონცეფციას და პოლიტიკას და ითხოვს თურქეთისგან, რომ გააუქმოს ეს კაზუსბელის შესახებ დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ომის გაჩაღების შესახებ შეიძლება იყოს კონკრეტულად დოკუმენტი. ახლა ჩვენ ბრუნდებით დღევანდელ რეალობაში და ვაცხადებთ, რომ საბერძნეთი აპირებს, აგრძელებს საკუთარ მტკიცე პოზიციას, რომ რაც საერთაშორისო სამართლით ეკუთვნის 12 მილი ის მიიღოს. თურქეთი ამას ეწინააღმდეგება და თავისი სამართალი აქვს შექმნილი, ანუ რომელიც საერთოდ არც საერთაშორისო სამართალში ჯდება, არც არაფერში, ანუ უბრალოდ თურქეთს ასე სურს. თუ ასე არ გააკეთებს საბერძნეთი, თურქეთი ომით ემუქრება. ეს არის დაახლოებით რეალური ვითარება. რატომ არის საბერძნეთი უფრო თავდაჯერებული? იმიტომ რომ ამერიკული ავიამზიდი იქ დიდი ხანი იდგა, დგას და დროთა განმავლობაში მოდის და მიდის და ეს ავიამზიდი რეალურად არის კრიტზე, კუნძულ კრიტზე და საბერძნეთის თურქეთისგან თავდაცვის მიზნით არის იქ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს. გარდა ამისა, ბერძნულ მხარესთან აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა შეერთებული შტატების, მათ შორის F-35-ებზე არის კონტრაქტი და უნდა მიიღონ. F-35-ები აქვე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის, რომ და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თქვენთან ერთად და შეგიძლიათ იხილოთ ეგ ანალიზი, აქვე იქნება ბმული, რომ ბოლო ვიზიტის ფარგლებში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იერუსალიმში ჯერ და შემდეგ უკვე საბერძნეთში, დედაქალაქში, ათენში, პრაქტიკულად დაფიქსირებულია ზუსტად, რომ F-35-ების მართვის მიმართულებით ისრაელი გააძლიერებს და შესაძლებლობებს შეუქმნის კონკრეტულად ბერძნულ შეიარაღებულ ძალებს და გაუზიარებს საუკეთესო ცოდნას, რომელიც გააჩნია ბერძნულ ებრაულ მხარეს, ბერძნულ მხარეს გაუზიარებს. გარდა ამისა, ჩვენ ასე ვისაუბრეთ, რომ ისრაელი აპირებს გააფართოვოს საკუთარი გუმბათი, აი რკინის გუმბათი, ასე იგი, კონკრეტულად კვიპროსზე და ასევე საბერძნეთზე. და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ როდესაც თურქეთი აქტიურად ემუქრებოდა საბერძნეთს თაიფუნი რაკეტებით,
საკმაოდ მძლავრი, საბერძნეთიც ემუქრებოდა მას საპასუხო ქმედებებით და ამ მიმართულებით ყიდულობს ახლა ებრაულ ლორა რაკეტებს 300 კილომეტრიანს და ამავდროულად ებრაულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. და ეს გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბარაკ 8 ტიპის ინდურ ებრაული, გარდა ამისა, როგორც გითხარით, რკინის გუმბათი და კიდევ ლაზერული ტექნოლოგიების მიმართულებითაც არის თანამშრომლობა. ჩვენ ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, რომ საბერძნეთმა შეიძინა საფრანგეთისგან ტიმონ ნაირსახეობის ნავი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, პრაქტიკულად ცვლის დინამიკას ზღვაზე, ეგეოსის ზღვაში და პრინციპში ეს კიმონი უკვე ერთი, მაგრამ ძლიერია, აპირებენ კიდევ რამდენიმე შეიძინონ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. და კუნძულების გაძლიერება სამხედრო მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რადგანაც თურქეთიდან კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ. შესაბამისად, მისი საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების გაძლიერების ფონზე საბერძნეთს უჩნდება ეს კონკრეტული საკითხი. ცხადია, ჩვენ არ ვიცით არაფერი ვადებზე, საბერძნეთი არ აცხადებს, როდის გააფართოვებს საკუთარ ტერიტორიულ წყლებს 6 მილიდან 12 მილამდე. მაგრამ როგორც კი ამას გამოაცხადებს, პრაქტიკულად თურქეთთან პოლიტიკური დაპირისპირება გარდაუვალია და შესაძლოა ორივე ქვეყანა აღმოჩნდეს ომის ზღვარზე. შესაძლოა შემდეგ ჩარევა იყოს და გააჩერონ, მაგრამ შეიძლება ეს ომი იყოს მათ შორის რეალური. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ აქ იკვეთება რამდენიმე დიდი მოთამაშის ინტერესი, მათ შორის ისრაელი ცდილობს საბერძნეთის დახმარებას, იმიტომ რომ თურქეთს აქვს აგრესიული პოლიტიკა, მათ შორის ეგეოსის ზღვაში, მათ შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც ოკუპირებული აქვს, მათ შორის სირიაში, ლიბანში, ლივიაში, მოკლედ, საკმაოდ გრძელი და რთული ისტორიაა და ამიტომ საბერძნეთის და ისრაელის თანამშრომლობა არის გასაგები, ბუნებრივი და წესით გაღრმავდება. ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით, არ ვიცით რა ვადებში, მაგრამ გარკვეული განვითარება და ეს ჩვენი ანალიზი ახლა თქვენთან ამზადებს აი ამ კონკრეტულ ნიადაგს იმისთვის, რომ სამომავლოდ თუ საჭირო იქნება, გავაგრძელოთ ამ საკითხზე საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.